ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა განცხადება გუშინ საღამოს გაავრცელა. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. ასევე ევროკავშირში თვლიან, რომ რუსული სტილის შეთქმულების თეორიებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას. ამასთან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მკაცრად გმობს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს. როგორც განცხადებაში აღნიშნული, ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია. ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ რუსული ოცნება ვიზა ლიბერალიზაციის საფრთხეზე, რომელზეც ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორებისგან, რუსული კონსპირაციული თეორიების მსგავსად ავრცელებს სრულ ტყუილებს, თითქოს ვიღაცა რაღაცას გვახხოვს თავს. ამ დროს ჩვენი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებას. საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, არის მადლიერი ევროკავშირის ელჩის. ჩვენ ვიცით თუ რამხელა როლს თამაშობს ის ჩვენი ინტერესების გატარებაში. რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ. ეს არის პირდაპირი ტოლობის ნიშანი ქართულ ოცნებასა და რუსეთს შორის. რუს შულერთა პარტია სახელად ქართული ოცნება, რომელიც წინასაარჩევნოდ საკუთარ ამომრჩეველს ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ სიარულს პირდებოდა, ღიად და ოფიციალურად დაკავდა 4-ზე ხოხვით რუსეთისკენ სიარულით. თვითმარქვია ხელისუფლება, რომელსაც ერთდროს ჰქონდა შანსი მილიონობით ქართველისთვის ევროპულ ორბიტაზე რეალური მშვიდობა და კეთილდღეობა შეექმნა, სიამოვნებაში მილიონებს ხარჯავს ანტიევროპული ისტერიული დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად, რითაც ის ძირს უთხრის საქართველოს ხალხის ეროვნულ და ევროპულ მისწრაფებებს. ევროკავშირი უკვე აღარერიდება და პირდაპირ ამბობს ქართულ ოცნებაზე, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ემსახურება პრორუსულ ინტერესებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველა, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან მკაფიოდ და ნათლად დაინახეს ის, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ემსახურება რუსულ ინტერესებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. სწორედ აქედან გამომდინარე ვხედავთ კობახიძის ბოლოდროინდელ ისტერიკას, ყველას, ვინც მას პრორუსულ ძალას უწოდებს, რაც ხავს deep states, იმიტომ რომ სხვა არანაირი არგუმენტი მათ უკვე აღარ აქვთ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მაგალითად წინასაარჩევნოდ პაველა ჰელჩინსკი რა განცხადებებით გამოდიოდა და როგორ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორ მოუწოდებდა საზოგადოებას პირდაპირ რადიკალების ხარდაჭერას. ამ ყველაფრის ფონზე ეს რაღაცა დახმარების და ხარდაჭერის წერილი ღიმილის მომგვრელია, რომელიც ჩვენ ნახეთ ევროკავშირის სტრუქტურებიდან მეგობრულ პარტნიორულ ურთიერთობებს ფარისევლობა არ ჭირდება, მეგობრულ პარტნიორულ ურთიერთობებს უნდა გულწრფელი პარტნიორული დამოკიდებულება და პასუხია გასაცემი ძალიან ბევრ ლეგიტიმურ კითხვაზე, რომელიც გააჩნია ქართულ ხალხს რადიკალების დაფინანსების თვალსაზრისით ევროპული ფონდებიდან, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის თვალსაზრისით. ძალიან წყოხვა, როცა ევროკავშირი საქართველოს მიმართებაში ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ ის მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით, ყველაფერს არქვევს რუსულს. და ასევე მინდა გითხრათ, რომ წარმომადგენელთა პალატაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იურიდიულმა დეპარტამენტმა სწორედ ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ცალკრივ ცენზურას ეწევიან, ეს რა თქმა უნდა არის უსამართლობის ერთ-ერთი ფორმა. ისე რომ ჩვენ მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის, მაგრამ ასეთი დესტრუქციული წახალისებები, პირდაპირი ჩარევები შიდა სახელმწიფოების საქმეებში, არჩევნების გაყალბება, არჩევნებში მათთვის ასურველი შედეგის იზოლება და მუქარ ამომრჩევლების მიმართ, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია.